ახლა ზირითაიდან ბოლოს ამ თამაში ეს ხმამაღლა? იამას რატო და ჰაიპი? ერიგასეს დამსველი არ ვარ. საკურნალო ყოფილი. რატო ბიჭო? სამლები გამოუწევენ. იღბლიანი ფეხბურთელიც არის რა. სადაც გადადის ჩემთან იგებს. შენი გუნდი როგორი გუნდია? აი, ტრამვირებულები რო არიან ვიღაცები და ბარსა ბეშიო ცოტა ხანი ათამაშობენ ხოლმე. მესამე დივიზიონში ეგ გუნდი ყავს ფაქტობრივად. მარტო ქართველი ბარსაში რატომაც არ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კაი ბარსა არის. მართლაც? წესერებში ჯანაწერი არსებობს, არაფერი არ მოიწევს. 15 თქვი, გიჩი ხარჯეთები. გოლზე შემოხარზებ ნომერი 15. მოიცა. და თან, ოკოლოს დაბატაძე. თქვენი ხმა საკრებულოში. მოგესალმებით მეგობრებო, სეტი და გადაწყობის მორიგი ეპიზოდი. ამჯერად არც მეტი არც ნაკლები ბარსელონა გადავაწყოთ ისე, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და გადავაწყოთ ისე, რომ ეს ბარსელონა იქცეს გუნდად, რომელიც დომინანტი ძალა იქნება უახლოესი წლები ესპანეთში. 10 წელი. როგორც გესიამოვნებათ, როგორც გაგეხმარებათ. 10 მომდევნო, არა, ლიგა მოიგოს სამაგე. ლიგა წელს უეჭველი მოსწავლე. არა, დომინანტი ძალა იყოს ესპანეთში. დომინანტი ძალა ისედაც ვართ ესპანეთში. 10 წელი. თელ სოფლიოში. მართალია, ესპანეთში ისედაც ხარ დომინანტი ძალა მეტნაკლებად. აუბრუნოთ ისევ გეკნებათ 100 მილიონი მეგობრებო. ისევ, რა თქმა უნდა, როგორც ამ თამაშის წესები არის, ყველა პოზიციას ცალ-ცალკე გამოვიტან. ბარსელონა ყველაზე ხშირად ბოლო ხანებში თამაშობს 4-2-3-1. ისევ 4-2-3-1-ში იქნებით. შეგეძლებათ ფეხბურთელი გაყიდოთ, ან რო გაყიდით, მე ან სათადარიგოთას კამიდან ამოიყვანოთ ვინმე, ან იყიდოთ ახალი ფეხბურთელი და ესე გააძლიეროთ გუნდი. თავიდან გეკნებათ მენეჯმენტის კარტები, ანუ კლუბის მესვეურობა რა სითხოს თქვენგან და მე საბოლოოდ ვისაც ეყოლება საუკეთესო გუნდი, ის იქნება გამარჯვებული, რომელსაც მაყურებელი შეაფასებს თავისთავად. ოღონდ ნაყინს. რა თქმა უნდა, ნაყინს მიიღებს, რომელიც ბრენდს არ დავასახელებ, ბარამბოს ნაყინი. ბარამბო, მე ჯოკერი მინდოდა თქვენთვის. კარგი. მაგრამ თუ ბარამბო. მევასები. გამინუსება ერთხელ შეგიძლიათ თამაში, ანუ სადღაც შეიძლება უფრო დიდი ფული გადაიხადოთ, ვიდრე გააქვთ. ოღონდ შემდეგ ნელ-ნელა უნდა ამოხვიდეთ პლუსებში, იმიტომ რომ პლუსებში ამოვალთ, მე ვეღარ მინუსდებით უკვე. კი, ისევ გამინუსდები, უბრალოდ ზედიზედ ორჯერ ვერ გამინუსდები რა. ზედიზედ ორჯერ ვერ გამინუსდები და საბოლოოდ რო დაასრულებთ თამაშს და გუნდის დაკომპლექტებას, აუცილებლად ნული უნდა გქონდეთ მაინც სულ ცოტა ბიუჯეტში. მაგრამ ბარსელონას ახალ ვაწყობთ, შეგვიძლია მე მგონი მინუსებში დავამთავროთ, არა? ხო, და ნუ, მაგას ვცდილობთ, მენეჯმენტი მაგას ვცდილობს, რომ იქნება ამ ერთხელ მაინც მინუსებში არ დაამთავროთ ეს ყველაფერი. ვინც წარმოადგინოთ მეგობრებო, ვინ არიან დღეს ჩვენთან ერთად, ვინმე თუ არსებობს, ვინც არ გიცნობთ. რატო ვაციკაძე? ამბევრ ადამიანი იქნება ეგეთ დავწერთ. ვინც ამას უყურებს, ნაკლებად სავარაუდოა. ნიკოლოს აბადაძე გაგრძნობინებს. და ანდრო ხელაძე. ნახოთ, გასიზავთ, როგორ იზავთ. პირველ რიგში ავიღოთ მენეჯმენტის კარტები. ხელანდროვსკი. ვიცოდეთ რა სურთ თქვენგან. მინდოდა, ესეც მინდოდა. აი, აჰა, მოდი. უკვე ვნახოთ? კი. აჰა. ზოგიერთ ქარდზე უკვე მაქვს დაწერილი, რისთვისაც ბოდიში მოყოლს. ტატოს რა მოვიდა ტატოს? მე ამომდის ხოლმე ეგეთებ. ტატოს მოვიდა, გაყიდე ლამინი ამალი და აშენე ახალი გუნდი? პედრიანი ამალი უნდა გაყიდო. კატასტროფა. კლუბს ახალი სუპერვარსკვლავი უნდა. კატასტროფა. კატასტროფა, შეიძლება რომ კატასტროფა დავაბნოთ. ბარსა არის ისეთ სპეციფიური გუნდი, რომ ჭირდება აი ბარსა კოუდით პლეიერები. და ეგეთი არის პედრის და ეგეთი არის. ხო და სიგიჟე არის ამ ტიპების გარეშე არ არსებობს. რეალ ორი ფეხბურთელი. ეგ უფრო წარმოვიდგინე. რომელიც ყველაზე, რა თქმა უნდა. ბარსა. ეს ფეხბურთელი არის ბარსელონას ნებისმიერმა ერთ-ერთ შეგიძლია დაემშვიდობო. შენ თვითონ აირჩიე. აუ რა არის, მართლა რა დილემა, თანაუგრო. არა, ამას რას კაია. აუ რა საშინელი. ახევარდაცვას გადახალისება სჭირდება მინიმუმ 2 ახალი ფეხბურთელია კლუბში მოსაყვანი. დაიტოვებს რა თქმა უნდა და იმას გაკიდეს. კლუბში მოსაყვანი ნიშნავს, რომ სათადარიგოდან ვერ ამოწევ. გასაგებია, უნდა მოვიყვანო გარედან. მე ძალიან საინტერესო რაღაც შეფ და ტრანსფერების შემდეგ ძირითადში მინიმუმ 2 სამხრეთ ამერიკელი უნდა გავდოთ. რასაც მოხარული ვარ ამათთან შედარებით, ძალიან გამიმართლა პირველად ალბათ ამ ისტორიაში. 2 სამხრეთ ამერიკელიო და ერთს დაუმიზნებ, მაგრამ შენ უეჭველი არ დამნებდები და მე ვიღაცას ვიპოვი. აი, ვნახოთ ხო. კარგი, შვენიერი, ტაპსონ, რა უნდა გაითვალისწინო შენ? როც წერია, რომ 2 ნახევარმცველი უნდა შეცვალო, აქ შედის ვინგერები არ შედის. ეს შეიძლება ნახო რა იყო. კი, შეხედე რა არის. ხო, ანუ შენ გულისხმობ ცენტრალური იმ სამკუთხედს 4-2-3-1, ანუ 2 რაღაცა ბექიანი და 1-10-იანი. კი ბატონო. ბოლო დარჩა. აქედან ოპერაციონა კი ბატონო, რა კარგია, ანუ მე გადარჩა ისეს თქვი. კაი, მაგ ჩემი. უფროსობა დაცვით უკმაყოფილოა მინიმუმ 3 ახალი ფეხბურთელი წელიწადში. კიდე კაი რომ ესავიღე და არა იამალი და პედრისის. მართლა როგორ გაიარა ზღვარზე. რა საპირებდა?
გასაპირებ. კარგით მეგობრებო, დავიწყოთ. მე მაგ ჩემი გეგმა. ეს მომაშორეთ. დავიწყოთ. პირველი მოდი დავიწყებ ცენტრალური მცველით. მოიცა ერთ წამით მაინც რო ბოლომდე გავერკვე წესებში. ეხლა ცენტრალურ რა ხდება? ცენტრალურ მცველზე მივაჭროთ? არა, ჯერ იფიქრებთ, დროს მოგცემთ რომ მოიფიქრო და მე ერთდროულად. ახლა გვეუბნებ ძირითადში ვინ ყავს? კი, ვიყავთ. და გეუბნებით მის მაგერად სათადარიგოდან ვინ ამოდის. და რა ღირს ამდენ და მე სამთვლაზე ერთდროულად აწევ თუ ყიდი, წევ იმას, რა ქვია. ოკეი. მინიშნებას თუ ჯოხს არის. მაგას. და შემდეგ უკვე თითო-თითოდ ვამბობ ფეხბურთელებს, რომლებიც ფასის მიხედვით მოცემული არის. თუ მარტო ხარ და სხვა არ ყიდის, მაშინ სამიოს ერთად გეუბნები. და აირჩევ რომელი გინდა. დავიწყოთ პირველი ცენტრალური მცველი, რომლის გაყიდვასაც მე თქვენ გთავაზობთ, არის არაუხო და ფასი, რომელიც ბაზარზე ადევს ახლა და გიხდიან ამ ფეხბურთელში არის 30 მილიონი. ეს ისრაელში წასვლამდე თუ დაფიქრდით და მითხარით. აი, ხო იცი. მე არ ვიცი თქვენ უნდა დაფიქრდეთ. კაი. 1 2 3 რა არის ასე ფიქრობელი არ ვიცი. ეს ზაგვიანი იყო. ამ ერთხელ გაპატიებ და შემდეგზე ეგრე გვიან აღარა. არა, უკაცრავად, ანუ მე უნდა ვეთანხმები თუ რა არაუხოს გაყიდვას მაგაზე უნდა დავწიო, რა თქმა უნდა, არ ვიცი. არაუხოს მაგივრად კრისტენსენი ჩაჯდება სათადარიგოდან. სათადარიგო შეგიძლიათ ერთი და იგივე ჩაისვათ, მაგრამ ერთი და იგივე ფეხბურთელს ვერ იყიდით. და მან ვაჭრობა შეიძლება მოგცეთ. კრისტენსენი ანუ არაუხოს დატოვება დამთავრებას ნიშნავს, იმიტომ რომ ეხა ისეთი სტატუსი აქვს ამ ფეხბურთელს, რომ უეჭველი გიფუჭებს ხუთს. მენტალური პრობლემა. კარგი, პირველ ვარიანტს გეტყვით მეგობრებო, 100 მილიონად სალიბა შეგიძლიათ მოიყვანოთ. 100-ად? ფული ამდენი გვაქვს. 100 მილიონი გაქვთ ყველას. 100 მილიონი გვაქვს. მე რადგან ორი ნახევარმცველიც მყავს იქ გადასად თამაშებელი და უნდა გავყიდო. ეხლა თუ არ დაგეთანხმე სალიბაზე, მე ვეღარ ვიშვი. არა, მე შემდეგი ვარიანტი შემოვიდეთ იაფიანს. არა, სალიბაზე ეხა ივაჭრებთ და თუ არავინ არ იყიდეთ სალიბას მე არ ვაპირებ სალიბას ყიდვას. ბევრია ძალიან. იმიტომ რომ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა სალიბაზე სხვა იყიდეს. სალიბა მოთხოვნადი კაცია, მაგრამ ვერა. თან მე სხვანაირი ტიპის მცველი მჭირდება. გასაგებია, ყველა ატარებს სალიბას, ხო? უხეშად რო ვიცოდე, მაინც. მე ვატარებ შენ თუ 100 მილიონი ღირს? ხო. კაი. სალიბას ანდრო ყიდულობს. ანდრომ წაიყვანა 1 ა 2 და 3 ანდროსთან წავიდა სალიბა. ყველამ სალიბას მოუწევ. 0 ლარი დაბრჩა და ევრო. ნუ არ დაგჭა 30 მილიონი გაქვს. უი. მართალი, აი სულ მაცხდება ხოლმე რომ იმაში რაღაცა იმოსკენ. კაი, მე გუნდა. მეორე ვარიანტი ვინც არის 40 მილიონად არის დანი ვივიანი. ხო, პლუს 30 მილიონი. რამდენად? ვივიანი. არ არსებობს. სალიბა და დალი ვივიანი. შუაში როგორ არ იყო არა. 100 მილიონი, 40 მილიონი და არის კიდე 20 მილიონი. ნახტომი იქნება და ანუ სალიბა და დანი ვივიანი იყოს. მე თან ვინმე 100-ს ველოდებოდი რა, ეხლა რაც ძალიან ჭირდება ბარსელონას. დანი ვივიანი მართლა ანუ 40-ად კი არა, 12-ად არ მინდა. დანი ვივიანს კრისტენსენი მირჩევნია. რა თქმა უნდა და მესამე ვარიანტსაც შეიძლება დავტოვოთ მე ეს კრისტენსენი, არ შეიძლება? კივი 2 მეგობრებო. არა ვითარი კივი 2. კივი 2 მართლა თამაშობს ხოლმე ძირითადად მაინც. ნუ მაინც იაკობ კივი 2-ით ჩემპიონთა ლიგის მოგება ცოტა რთულად წარმომიდგენია. კივი 2-თან. გონი კრისტენსენს ამოწევს დატო. ხო, არა. მეც მაგას ვიზა. კრისტენსენს როგორ ყოფილობა რო არ ათამაშებენ და იყოს. მეც მაგას ვიზა. კი, აუცილებლად მაგას ვიზა. არ შეიძლება? მეც გავაკეთე. ორივე ამოწევა ორივე შეგიძლია. კი, კაცო, რა თქმა ანუ უნდა. 30 მილიონით გამდიდრდით ორი. ხო, კრისტენსენი. ფაქტობრივად გამოვიდა რომ სალიბა იყიდა 70-ად რა. ხო. აროჩე, უნდა მექნა ამეცი სალიბა. პოსტა ველოდი რომ აი სალიბა კაი ჯანდაბაზმა იქნება ვიღაცა. მე ველოდი რომ რეალობასთან მიახლოვდა ამბავში წოდა და 50-ად ნიკო შტოლტერბერგს შემოაცურებდა და ნახევარმცველი. ედერ მილიტაო, ვიღაცა რა ვიცი. თუნდაც რა მნიშვნელობა აქვს. ნახევარმცველს შემოგთავაზეთ. შეიძლება უპამეკანო ფეხბურთელები იყვნენ მეორე მცველის პოზიციაზე, მეორე ცენტრალური მცველის. ნახევარმცველ დე იონგის გაყიდვას გთავაზობთ 70 მილიონად, მის მაგერად გთავაზობთ გავი ამოწიოთ თუ რამე. ხო. ამ ეტაპზე ეს იცოდეთ და დანარჩენი 3-ს რო ვიტყვი, ან აწიეთ, ან ჩავდო. მე კითხვა მაქვს. სამხრეთ ამერიკელი გეყოლება თუ არა ვარიანტად თითოეულ პოზიციაზე. 70. ეს უკიდო ტიპები, თუ რა ხდება? სამხრეთ ამერიკელი რაფინია პრინციპში ყავს. ერთი ყავს. ერთი გინდა რეალურად რაფინიას თუ იტოვებ. ჩემი მისია ხო არის რომ ორი ახალი ფეხბურთელი უნდა. ორი ახალი ნახევარმცველი უნდა მოიყონ. ეხლა უნდა გაგიწოს სამი ნახევარმცველი და რომელ ორს ყიდი. გავიგე, ორი საფრთხე ამერიკელი გეყოლებოდა. პედრი დე იონგი, დანი ოლმოში ვტრიალებ და აქედან ორი უნდა გავყიდო. ჩემს მინდა რა სალიბა. პედრი დე იონგი, დანი ოლმოდან ოლმო არა, ორი უნდა გაგყიდო. ხო და მე ოლმო მინდა რომ გავყიდო, არ შეიძლება? არა, ფერმინ ლოპესი. ფერმინი ყავს ძირითადში? აუ, რას ნიშნავს ეხა, ანუ გასაგებია ისეც ყველაფერი ნათელი არის, მაგრამ ყიდი იმორს და იონგს ყიდი რა თქმა უნდა 70. აი, არა, 1, 2 და 3, ხოლო ჩვენ ყიდი დე. მე ვყიდი ფრენკი დე იონგს, იმიტომ რომ ჩემი მოცემულობა ეგ არის, უნდა შევასრულო. თორე გინდოდა დატოვება.
დეიონგს ავტოვებდი რა, ჩემინება რომ იყოს კი. შენ გაქვს დაბსონ ამ წუთას 200 მილიონი დიახ. და პირველი ვარიანტი ჟოუ ნევეში შემიძლია 100 მილიონად შემოგთავაზო. სამივეს გიყრი, ბოდიში, რატო გეუბნები? მეორე არის 70-ად ბრუნო გიმარაეში და 25-ად ჩალხანოღლუ შეგიძლია მოიყვანო. არა 70-ად ბრუნო გიმარაეში. არა ჩალხანოღლუ. 70-ად მოვიდო ბრუნო გიმარაეში. 70-ად ბრუნო გიმარაეში. დეიონგი ბრუნო გიმარაეში, ან რო ასაკობრივი უპირატესობა მაქვს. ანუ უფრო ახალგაზრდა ტიპი მომყავს. გიმარაეში უფრო ახალგაზრდაა. გიმარაეში უფრო ახალგაზრდაა დეიონგზე? ბიჭეს მართლა? რა? 28 წლისაა ბრუნო გიმარაეში. დეიონგი? 28 წლის. მართლა ტოლებია. მეგობრებო, პირველი ფინანსური ქარდების დრო მოვიდა. აბა, ისინი გარი არის ხა. როზალიამ ახალი ალბომის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი კლუბს ჩაურიცხა. პლუს 15 მილიონი. ცოტა 15 მილიონი. როზალია ვინა? როზალია არის ძალიან კარგი კატალოგი. მივხვდი მაგას. არის რომელიც საოცარი ალბომი ქონდა წელს და გირჩევთ მოусმენთ. რა ეწერა? ძალიან. აქ არ ეწერა კაცო? ლოგო არ ქონდა როზალიას ერთ-ერთ კლასიკოსზე? 145 მილიონი მაქვს ესე იგი. მე მაქვს 30 მილიონი, ხო? გახდება. შენ წაიგეთ რა. შეცდომით ახალ კამპნოუს 3 გასახდელი აუშენეს და 1 დასანგრევია, -10 მილიონი, ანუ დამრჩა 20 მილიონი. საშინელება მომივიდა. მოახლოებული საარჩევნო კამპანიისთვის ლაპორტას ჭირდება თანხა ბიუჯეტიდან -20 მილიონი. ილოცავ. ნუ აი ესე ვერ გავფრინდებით ვერსია. პლუს 15 კაცო, როზალიამ ფული მომცა. 10 მილიონი დამრჩა. ამ წუთას სტატუსს აქვს 145 მილიონი, 120 მილიონი ტაფსონას და 10 მილიონი ანდროს. რა ვიცი. ძალიან სასიამოვნოა. ანუ შენ დეიონგი რა თანხადაც გაყიდე, იმ თანხად ვიყიდე ბრუნო გიმარაეში. იმიტომ რომ ხო, ეს ჩემინება არ. ეკარე მეგობრებო. ეგ ჩემი. კარგად გამოძველი. ხო, ჩემინება არ არის, ამას ვასრულებ. ჟუან გარსიას გთავაზობთ, რომ 50 მილიონად გაყიდოთ და შესნი ამოწიოთ თურამე. შენს გაიგებ ცოტა ხანში. ნეტა სამხრეთ ამერიკელი მეკარე ეყოლება. ძმა უბრალოდ ვეღარ დადის, მოძრაობა კაი უჭირს. იყო. სად უნდა ამოწიო შესწავლო. ვერ ვეღარ გეტყვი, დადის. მართლა ვეღარ დადის. ერაფერს ვერ გეტყვი. აი ყველა არ მინდა ამ ტიპის გაკეთება. სამხრეთ ამერიკელი მეკარე თუ ეყოლება. ჟოან გარსიას გარეშე მე ვერაფერს. ალისონია, ფად. ალისონ. ედერსონის ალისონ ედერსონ. კაი ხო. ემი მარტინეს. 1, 2 და 3. მხოლოდ შენ ყიდე. კი. ხო ემი ხა. მარტინეს. სამი ვარიანტია. დონარუმა 70. დიოგო კოშტა 40 მილიონად და რობერტ სანჩესი 20 მილიონად. ევროპელი აგის დიდ ბიჭო, ანუ ემილიანო მარტინესი ჩასვით რა. რობერტ სანჩესი. კოშტაზე რა ფასი უთხარი? 40 ხო? 10 მილიონი. 10 მილიონი შოვიდა. მართალი ხარ ხო? აი სხვა გზა არ მაქვს. შოვი, დონარუმაში ფული ვხარჯო და არა ბარსა გავაკეთო და დონარუმა სალიბარ არის ბარსელონა. თან კოშტა ძალიან კაი მეგარია. კი, მე მეოსე. ძალიან კაი. და ძალიან მიკვირს ამდენი ხანი და პორტუში. ბიჭო მეც მიგვირს. კოშტა მიყავს ანუ ანდრო. მაგრა ძალიან. კი ბატონო. და 20 მილიონი მაქვს ხო უკვე? კი. აი ყველა გავყიდე, იმიტომ რომ ჯოან გარსია შვენიერი მეკარეა, ბარსას უფრო მოუხდება. დიოგო კოშტა უკეთესი მეკარე არის. ჯე ამეტრზე კი. ჯოან გარსიაზე? პერსპექტივა. მე მგონია რომ სოფლიოს საუკეთესო მეკარე იქნება დიდი ხნით ჯოან გარსია. პერსპექტივაში ხო, პერსპექტივაში ჯერ არ არის. მეგობრებო, საშუალებას მოგცემთ მარცხენა მცველზე დაფიქრეთ. ბალდე 50 მილიონს გთავაზობენ. მარტინს ამოწევთ თურამე. და დანარჩენი იფიქრეთ აბა და სამთვალზე მე 10 თუ ყიდით. ნა. სამხრეთ ამერიკელი იქნა, აუ რა დილობაზე მიწა. არა მე ბალდეს ვერ შევეხები თან 50 ცოტა მგონია. ეს შევეხები ბალდეს. ცოტა არ მომწონს მე ბალდე. მე მომწონს. მე ვასწავლ. ცოტა overrated გონია. სამი ვარიანტი გაქვს. კურეია 70 მილიონად, გრიმალდო 40 მილიონად და ციმიკასი 15 მილიონად. ციმიკასი ციმიკასი თან გრიმალდო რა ღირს? ბიუჯეტური ვარიანტი არის ციმიკასი. რაც მინდა. კუკურეია 70, გრიმალდო 40. შენ იცი რაც გინდა ეხლა. კუკურეია 70, გრიმალდო 40. მოიყვანე ლამასიელი და ისო პლუსად ლამასიელია თან. ლამასიელი კუკურეიას. კუკურეიას დამოვიწყო მართალი. აი გრიმალდოს მოვიყვან სხვათა შორის. გრიმალდო. აი მარტო სამხრეთ ამერიკას ვეძებდი და იმით დავტოვეთ. მაგრამ გრიმალდო ბალდეს მერჩევი. მე მყავს ბალდე და კრისტენსენი და ცუდი ვარიანტი არ არის გრიმალდო, მაგრამ ბალდე ახალგაზრდა უფრო და მაგიტო მაინც. და მე ვასება მე ბალდე რეალურად. ბიჭო ძალიან კაი ანუ გრიმალდო არ გევასება. მეგობრებო, პოტენციალი. არჯვენა ვინგერი. მე მოვშება. ლამინი ამალი დიახ. 250 მილიონ დოლარად აჰა. თქვენის ნებართვით. ნუ ვინ ამოიწევა, არც შემოგთავაზეთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა იყიდეთ. რუნი ბარდაღჯი. კი. მაგრამ რუნი ბარდაღჯი რო დაიტოვა. ძირითადად მოიცა ერთსამე. დაფიქრდით, რა თქმა უნდა, კაცო. 250 მილიონი. უკეთესი ვინ უნდა ვიყიდო ეხლა მე რაღაც სისრულის გავაკეთებ ეს რო გავყიდო. შეძმობთ ხელს არ ვახლებ, რა თქმა უნდა რა. შეგიძლია არის. ეგ ამ ტიპი უნდა გადაწყვეტო. ანუ პაიდრეს ყიდი. 3. ჩემი კაი. ოლისე იყო. აუ რა სიგიჟე. ძმა რა დილემაში. ოლისე. ეგ რატო გააკეთე?
პოლისი არის ალტერნატივა რამდენად? პოლისი იყო 150 მილიონად მოყავდა. 100 მილიონს უტყობ, ანუ არა, უკვე აძე კარგად დაფსონა თქვი. ესტევო იყო და სალაჰი იყო კიდე თუ არა, მაგას არ ვახლებ, კაცო, ამინია. დანოვდეს არა. არა, ბიჭო, დატო არის ძალიან დებილ ვითარებაში არის, იმიტომ რომ ედრის გაყიდვა, ანუ თუ ტიპ მარგინე რომ შენ ფეხში ისროლო თუ გაიხვრითო და ნიკა არის შანსი რომ ჯამალიან პედრი და ჯამალი დავიტოვე რა. სიგიზი. როდემდე უნდა იმიტომ ერთი ვარიანტი მაქვს რომ პედრიზე იმედი მაქვს რომ ვიღაცა ერთ ტიპს მოიყვანს და იქნებ ის ჩავშვა და რაღაცა ისველება. ის თუ გაკ ნახოთ თუ იქ. კარგი, ნახოთ მართლა. ლამინი ამალი თუ შეიძლება რომ დაგვიტოვო. არის სამხრეთ ამერიკელი. ერთი არის მაგრამ და 1 2 ანუ ორი შანსი. 2 გაატარე. ერთი ბრუნო გიმარაიში ხო გაატარე? ხო რა ვიცოდი მე ბრუნო გიმარაიში. და წამოვიდა ჩემთან ბროიმანაში. ეს არ ვიცი სამხრეთ ამერიკელი არის თუ არა. არა ეს მაგრამ მეყარს ეს ფაქტი. შეცდომით ახალ კამპნოუს 3 გასაგდელია უშენეს და ერთი დასანგრევი. ყველაზე ცუდი ის არის წარმოსადგენი არის. არა ჩემი წარმოსადგენია ლაპორტას ფული დაჭერდა უცბად. არა ეგ ხა ლაპორტა ბიუჯეტიდან არ აიღებს საარჩევნო ფულს და ეს მართლა შეიძლება მოხდეს. 3 გასაგდელია აშენო და ერთი დასანგრევი გახდა. 2 სამხრეთ ამერიკელი არის. ერთი ვიცი საათაა მაგრამ ფული თუ მეყო. აი რიშონაძება ვიჯორჯერო. მეგობრებო, მეორე ცენტრალური მცველი პაუ კუბარსი ეხ 80 მილიონად. ისეც უნდა გავყიდო, იმიტომ რომ სამხრეთ ამერიკელი ვიპოვო. აუ მე მაგრამ მიყვარს. ეხა რა ხდება ერთი წამი რა. დაგითხრა. აქ არის თუ არა, მაგას თუ მეკითხები, ვერ არა, გიპასუხებ. მე შემდეგზე ვივარ. ამერიკელი ხა არის სიგიჟე არის ამ ტიპის. ალისონი იაფათ. შემდეგზე ვივარ. კაი ვარიანტი იქნება. დანელი მარტინესი არგენტინელი. ბევრი იყო. ფლანგის დაცვას მივაკითხო. ხელს არ ვახლებთ როგორც ანუ პაუ კუბარსის ხوار გაყიდი 80 მილიონად. ბიჭო, არ ვიცი სამხრეთ ამერიკელი დაგვხვდება თუ არა. ისა 80 დაი მიდი ხა. 80-ად კაც. ყველას ყიდის. ანუ თელი ბარსელონა. ბარსელონა აღარ დარჩება, ამით არავინ აღარ და დარჩება. გააკეთა რაღაცა ისე. აქაც არ არის სამხრეთ ამერიკელი. მაგრამ მოითმინე. მაგრამ არის კარგი ვარიანტები. იოშკო გვარდიოლი 90 მილიონად, 10-ით უფრო ძვირად. შოლტერბეკი აქ არის მეგობრებო 50 მილიონად და რენატო ვეიგა 20 მილიონად. აი ხა რასისულე გვარდიოლს ყიდულობ ხო? გვარდიოლს ყიდულობ, იმიტომ რომ მაშინ დაუნგრეიდია აბსოლუტური. რენატო ვეიგას როგორ მოვიყვან და შოლტერბეკი კიდე რავი. არა მე მევასება შოლტერბეკი. არა? სალიბა შოლტერბეკი. გვარდიოლი ჯობია. არა, სალიბა შოლტერბეკი კაი წველი არის. ანუ მე მარტო გეუბნები. კარში ყავს. მე სხვა გუნდი ყავს, კარში ყავს კოშტა, დაცვას სალიბა და გვარდიოლი. გრიმალდო. და ეს ყველაფერი მიწევს. სამხრეთ ამერიკელს ვეც. კაი, მოიცა ანდრო. რა შოლტერბეკი სალიბა მართლა კარგი წველი არის. გულწრფელად გეუბნები. მამე ცაცია ცენტრალური მცველი მარცხნივ. სალიბა, რომელიც იდეალური პარტნიორი იქნება და აზღვევს. პრინციპში და და ფულსაც არ გადახარჯავ, გვარდიოლსა და შოლტერბეკს შორის არ არის საერთოდ ხელს ხო? მე შოლტერბეკი მირჩევნია. შოლტერბეკს ყიდულობ ხო? შოლტერბეკს ყიდულობ? კი. და ძალიან კაი და ცენტრი ყავს, მინდა გითხრა, ანუ მაგ ცენტრს დავაყენებდი მე ბარსელონას. აი ყავს, მაგრამ 50 გამიყრის ის რომ სამხრეთ ამერიკელი არ მეყოლება ორი სალი და შენ ვერ შეასრულეო. მართალია. უეჭველი შეასრულებ, ხო იცი, აი. როგორ? რაფინია ერთი ხო ყავს? ერთი. მე მეორე დაახლოებით ხო წარმოგიდგენია სად იქნება? ფული არ მეყოფა იმის. აი ხა. აუ რამდენი მოცემულობა არის, რამდენი რაღაცაში უნდა ჩაჯდე რა. რა ვიცი. მარტო ცოლს არ მივაკითხოთ? არა, ჯერ ქარდები ავიღოთ ფინანსურად. ოკეი, ქარდები დავიღოთ. დატო რომელი მოგაწოდო? რა ვიცი. რომელიც მინდა? აი ეს, აი. მე დავიწყებ. ლუის ფიგუმ. აუ, რა კრეტინობა შემხვდა ეს რა. ლუის ფიგუმ კატალონიურ ეკლესიაში ინდულგენცია იყიდა. პლუს 25 მილიონი. დიდი მადლობა შენ საყვარელ ფეხბურთელს. ბევრი გადაუხდია. მეც რა საკმარის. ძვირი იქნებოდა ეს ყველაფერი. არა საკმარის მე. ბარსელონას კანალიზაციის პრობლემები აქვს. საშინელი სუნის გამო ხალხის სახლიდან ვერ გამოდის -25 მილიონი. ბრავო. ანუ ფულს რაში ვიხდი რა არის რა? დატო. ბარსელონას საკალათბურთო გუნდმა ევროლიგა მოიგო. და შენს პლუსი. პლუს 10 მილიონი. ფიგუმ მაგარი ქარდია. ვიდრე ევროლიგა დატოს. მაგარი ქარდია. 25 მილიონი. ამ მომენტში აქ დატოს 135 155. 155 155 მე. როზა 145 მქონდა შეშმოდა 10 მილიონი მომაკელი პირიქით დამემატა. მართალი ხარ. ჩემს აბსოლუტურად მართალი ხარ. კი, მინუსი წინ მინუსი რო უნდა დაუწევ. მე მქონდა 120 მილიონი და დავკარგე 25, ხო სწორი? მე არ ვითვლიდი ამას ვენდობოდი და ეხლა უკვე არა, სწორი არის. მე რამდენი მაქვს?
შენ გაქვს 85, ტაფსონდა 145. 145. რა ხცე ხან 95 რო თქვი ძალიან მიხარი. 145. მადლობა დი. სწორად ითვლი. აღარ 145 აქ. ბიჭო, კი. ტაფსონს აქ 95. მე პლი ვიმატე. 145. ადა ისოდა 95 როგორ? 95 მაქვს. ხვი შეჭება რა არ იწოდი და იმა 145. ხო 145. იხე ბიჭო, არასანდო კაცი. აუსინდიცო ხარ, საერთოდ მე ამერებს ჩანაწერი არსებობს, არაფერი არ მოიწონს. 95 თქვი, გიჟი ხარ შეჩემ. იმა რო თქვა 145. მეგონა იმავე პროსტორად და თვალს და რაღაცა ვერ დავთვალე, ანუ მეგონა საერთოდ ვერ მივამატე. 5 ტაფსონდა 145. 145. რა ხცე ხან 95 რო თქვი ძალიან მიხარი. 145. მადლობა დი. ამ წუთას მაინც გაქვთ ესე 155 ტატოს, 95 ტაფსონას და 85 ანდროს. და გთავაზობთ რომ ფერმინ ლოპესი გაყიდოთ 80 მილიონად და თურამეს კამიდან ოლმო ამოწიოთ. მე ვაკეთებ მაგას. არა, ჯერ მე წვიდი. ჯერის 3. მე ვაკეთებ. 1, 2 და 3, ორმა კაცმა გაყიდა, სამხრეთ ამერიკელი შანსი ამ წუთას ანდრომ ერთი ხელიდან გაუშვა. გამახსენებთ ხო როგორ გავყიდე ოლმო? 80 მილიონად გაყიდეთ ორივე. და პლუს 80 მაქვს მე ანა. კი. აუ. აშენ ოლმო მოიყვანე? კი. იმიტომ რომ მე აკეტაი. ახო. მე უნდა გამი. პირველი ვარიანტი, რადგან ორნი ხართ, არის კოულ პალმერი, მეგობრებო, 100 მილიონად. ინგლისელი. სამხრეთ ამერიკელია კიდე ბიჭო? არ უნდა მეთქვა, მაგრამ კი. ეხა ინგლისის ნაკრებას ვერ გადავაქცევთ ამ ბარსა. ურუგვაელი არავინ არ იქნება ხო უნდა იყოს ამ პოზიციაზე. არ არა მესი. ბრაზილიელი იქნება. ისეთი თამაშია ეს რომ მესი იქნება. არ არა მესი ბიჭო. არა. მე კოულპალმეს არ ვყიდულობ. აბა არა. ამერიკელი ცენტრში აქ ფერმინსად. არა, შემეშალა ბოდიში. არა, კი, სწორია, კი. არაფერი. კი. სამხრეთ ამერიკელია. ნუ არა, ვიღაც სამხრეთ ამერიკელი. მესი არ არის. არის. ძალიან არის დიდი წვალოთ, ნიშნებებს მესი არ გვაძლევს არის. შენ. ძალიან დიდი ნიშნებებს გვაძლევს. არის წვალოთ მესი არ არის. კაი, მე მომეცით კოულ პალმერი. მე იცით კოულპალმერი. მიყავს კი. პალმერი. პალმერი ფასი იყო 110 მილიონი. ანუ 125 მილიონი. 110, კი ბატონო. შენ მეორე ნიკო პასი ყავს თუ გესიამონება? აუცილებლად მომყავს ნიკო პასი რა ღირს უკაცრავად? ნიკო პასი ღირს აუცილებლად მომყავს. 80 მილიონი. ამბავი. გავიყიდეთ. ვიხდი. ძალიან ძვირი გიღირს. ვიხდი, რატო კაცო ის არა, იგი ღირს ალბათ, ხო, ისეც. ხო არა. რეალმა რო გაუშვას და კარგად ბარსელონამდე მივიდეს, ესეთი ძვირი დაჯდება. ხო, არა, მე ვყიდულობ ნიკო პასს 80 მილიონი არა, გამომაგრე. ძალიან არარეალური ტრანსფერი. ამიტომ მესამე შერკი იყო 60 მილიონად. არა, შენ რადგან ბოლოს იყავ დარჩენი ორივეს გთავაზობ, ამიტომ 60 შერკი მომიყვანე. ნიკო რადგან მარტო დარჩენ? მაგრამ შერკი უფრო აუ, ნიკო პასი მე მაგრამ მიყვარს, მაგრამ შერკი უფრო მე. შერკი ღირს 20 მილიონი თიაფი ვიდრე ნიკო პასი. ნიტო. ფერმინი. ნუ თუ შეიძლება თავი დავანებოთ, აი ამ ჩვენ არ უყურებთ ხო ფეხბურთს ლიგა? ალბათ. ეს არის კიდევ ამ ერთხელ სეზონს. თქვენი პროფესიონალი თანამოძმეების აწყობილი და ფასი რაც არის ტრანსფერ მარკეტზე მაგაზე არის მომატებული ხოლმე რაღაც. გური კმაყოფილი ვარ ერთი წამი. მე უბრალოდ ღირს 20 მილიონი თიაფი. შერკი დამტროული იყო. ანუ მე 50 მილიონი მეტი გადავიხადე კოულ პალმერში. კი. ვიდრე შერკიში. აი ამ წუთას არის. ამ წუთას არა კი, არ მაგრამ ვიცით რა მოხდება, ძალიან კაია. მაგრამ რაიან შერკი ჩამისვით შეიძლება. აი გუშინ ვიცი რომ არ უნდა მეთქვა ესეთი სიტყვა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ისეთი ლამაზი გოლი გაიტანა და იქ როცა დაიდება ეს გადაცემა, რა იცი, იქ გუშინაც მაგარი დამეთქვა. კი, გუშინაც უეჭველი მაგარი რაღაც რა შერკი. მეგობრებო, თავდასხმელი. შერკი ხო ჩამისვე გუნდში მე რამე. ხო? კი. მადლობა. ლევანდოვსკი 20 მილიონი. გავყიდოთ? რა არის ეს? ბიჭო, ისედაც ლევანდოვსკის ფასი სამივე ყიდით. ისედაც ყიდით, იმიტომ რომ აპგრეიდი გჭირდება ამ კი პოზიციაზე. ბატონო. აი ვიცი, ეხლა რაც სამივე ყიდით, ხო? ვიცი ეხლა რაც მოხდა. ლევანდოვსკი ერთი წამით უბრალოდ ეს აი, თანხებები ზუსტად მივამატო. ხდება ანდრო? მედი გაგვიმხსნა. სამივე შევალთ იმაში, რომელიც მე სასიცოცხლოდ მჭირდება. ფული არ გეყოფ. ამ წუთას 145 ტატოს აქვს, 135 ტაფსონას და 105 ანდრო. ოიც არ დამაბრალოს კიდე რაღაცა ის არის. პირველი არის მეორე პროფესიით ბუღალტერი. ელიქ ჰოლანდი. 135 როგორ მაქვს მითხარი? ელიქ ჰოლანდი შენ როგორ გაქვს რა? იმიტომ რომ მე 175 მქონდა როცა გავყიდე ფერმი. შერკი 60-ად იყიდე. 60-ად ვიყიდე, მართალია. მართალია. ჰოლანდი. ჰოლანდი რომელიმე მაინც იყიდა. მართალია. რამდენად? 150-ად. არ მყოფნის. 35. გამინუსი. მინუსი შემილია და სხვა. რაფინეს გაყიდი, მე მყიდი რა. მომეცი. მინუსში მივდივარ. არა, რომელ მომეგეცით, რომელ მომეცი, უნდა ივაჭროთ. 150, 155. 155 თუ შვებ? 160. 160. 100 შეჩემა, გეყო. 60 რა გინდა, კაცო, ვალს ვიღაც. 5 მივუმატე მაგას, 5 მილიონი.
150, 155, 160, 170. 175. 175. 180. 195 მილიონი. ანუ 200. 200 მილიონი. 210 მილიონი. არა, შეიძლება ხოლმე მჭირდება. უეჭველით. რატო შეგვიძლია მინუსში გასვლა? ისთვის ვიწვალეთო. შეგიძლია ერთხელ მინუსში გახვიდე და მე ამას 115 აქვს და მე ასე ვის გაყიდი? იმეს გავყიდი, კაცო, ვის გაყიდი? მოიწმინე. ამ ხელა მინუსნა როგორ ამოხვალ შე? მოიწმინე. მე პედრი მაგ გასაყიდი, მე მარტივად ამოვალ მაგ მინუსინა. შენ დამოხვალ. მეც მარტივად ამოვალ. რა? 100 მილიონი დამჭირდება ზევიდე მაქსიმუმ ექსტრა. ეხლა რამდენი შეხდი ვის გააჩნია? გაყიდი? რაფინიას ყიდი შეჭი? გავყიდი რა უკრა ეხლა ხოლმე თუ მომყავს რაფინიას გავყიდი როგორმე. შენ კი მყავს და იამალი ეს ვინ არის? 200 რაზე ვართ? 210-ზე არა? მაიც მე რაფინიას არ ვყიდდი იდეაში, მაგრამ რაფინიას მაგათ ვინ შეიძლება რომ მოვიდეს. 220. 220. აუ, ეს ტიპი ვინ არის? აღარ მეყოფა რაფინიას 220. შეჭემა ალვარესი აგეყვანა, მოიყვანს ალბათ ალვარეს ამის მერეტო. შენ რა გიყვანა სამხრეთ და ამერიკა. თუ რა იყვანა? რა ვიცი, შევა არ არის ალვარესი. მე მწავაზობ, აგეყვანა. 220. მოიყვანს ალბათ ალვარეს. 235. ალვარეს აღარ მოიყვანს, ეს შანსი არ არის. იმიტომ დაუნგრეიდი იქნება. ალვარეს აღარ მოიყვანს. 200 რამდენიო? 35. მე საერთოდ არც სამი. ერთი? მიხსენებია ხო ჩემი. 245. 250. 245. ბიჭო, ვერა ანუ ისე არის, ბიჭო, მჭირდება იქ ტიპი. შეიძლება ვერ ამოხვიდე 255. არ ვიცი, გა. რატო კაცო, მარჯვენა მცველს რო გავყიდო? და პედრი. 135. და ფორტი დავაბრუნო ელჩედან. კი ბატონო, რა თქმა უნდა შეიძლება. 255-ზე ვართ. 1 260. 260. 265. ეს გონი ხდება. რა ხდება? ანუ ეს მესი არ 270. ევასება ჰოლანდი, მაგრამ იამალზე რამდენი ძვირი გამოდის? იამალი რამდენი შემოგთავაზე? შენ თავიდან 250-ად, ხო? სადღაც იგივე ფასია. 1 2 3. არა? 270-ად წავიდა ჰოლანდი. აუ რა გამიზარდა. რამ ხელა ხანხა გადამახტევინა, ჩემი კაი. ფული არ არ მე სხვა რამე და მწყო. 125 მილიონი გაქვს ამოსაღები დატო. მეორე მეგობრებო 110 მილიონად. კარგი იქნება ასეთად უეჭო. ალვარესი არი? ეს. ოლეან. დავაი. ამას მე არ მიდი. ამაზე წავაგებ ეს. ორჩა. ბოლო სამხრეთ ამერიკელი. ამაზე მე მოვდივარ. აზრი არ აქვს, ანუ ბოლოს ამ- ამას ვერ დავთმობ. ბოდიში. დათმობ ძალიან კარგად. ნახოთ. იცი როგორ დათმობ? როგორ? აი სხვა გზა არ მაქვს უბრალოდ. მიდი. ერთადერთი სამხრეთ ამერიკა. დავიწყეთ. 170. 180 მილიონი. 190. 220 მილიონი. მოიცა, თუ არ ვიყიდი ალვარეს წავაგე და ეგაა, ხო? არა, ერთი კიდე არის. მართლა? არა, სად არის ვერ გეტყვი. ან რაფინიას მაგივრად არ მყოფნის, ხო ხვდები მაგას? მაგას ხო ხვდები, რომ რაფინიას მაგივრად არ მყოფნის სამხრეთ ამერიკაში? არა, ბიჭო, რა რაფინიას მაგივრად სამხრეთ მე ამერიკაში. ბიჭო მარჯვენა მცველი მოდის რა, ეს აი, 200. რეფერენსია. 205 მილიონი. 250. ოპა. ეგ მოხდება. საგინდა რა, რატო მერჩი? 255. დაიყო. წავიყვანე 255-ად ხოლენ ალვარეს ნიკოლოს და 200 რამდენად? 120 მილიონი მოყვალე. რამდენად? 255-ად. 255-ად წავიდა ალვარესი. ფორვარდად გაქვს ფერან ტორესის ამოწევა შეგიძლია და გიორგი მიქაუტაძე 40 მილიონად. გიორგი მიქაუტაძე 40 მილიონად. მგონია რომ მართლა მაგრამ მოერგება ბარსა. მეც მიქაუტაძე იქნებოდა. ქართველი ბარსაში რატომაც არა. ძალიან დიდი მადლობა. რა კარგია, გაცოცხლა ბედნიერი გახდა. აქედან წუწუნებდა წავაგეო. ეხლა აღარ წააგე? მოდი შევხედოთ პედრის გაყიდვა გინდა თუ არა. არა, თავიდან მენები. 170 მილიონად. დაიაფია რა არის 170 მილიონი თო. წარმოგიდგენიათ პედრის ფასი რა იქნება. მე ვყიდია ხარ სხვა გზა არ ძალიან კარგი ფასი არის პედრის. ძალიან ცოტა 200 მაინც უნდა იყოს ჩემი აზრით. კარგი ფასი. 170 მილიონი არა. ბიჭო, გასაგები 170 მილიონია, ბევრია, მაგრამ კი ორით უნდა იწყებოდეს. მეც მგონია რომ ორი უნდა იყოს წინ. დეკლარაის მოკლედ 120 მილიონი, ბარელა 70 და ფაბიან რუისი 30. კაი ვარიანტები რო გაქვს. პედრის გაყიდოთ, მაგას ხური. პედრე გაიყიდა უკვე. არა ნახე ფაბიან რუისი კაი ტიპია მაგრამ არ არის მთლად. პრინციპში ბარსას რუისი უფრო მოერგება. ხო მაგრამ რაისი ბარსაში? ბარელა არა? ბარელა უფრო წარმომიდგენია ბარსაში ვიდრე დეკა რაისი. ეს და ნახე რა არის რა სხვაობა ფაბიან რუისი რო ვიყიდო ეხა. მინუსში აღარ ვარ და კუნდე რაფინიას დატოვება შემიძლია წყნარად. აა და რომელიმე სხვა რო ვიყიდო, რომელიღაც უნდა გავყიდო მე აუცილებლად ისო. რა შემივე კაი ვარიანტია ჩემს უბრალოდ ბარსას არგებ
მაშინ ფაბიან რუისი შეიძლება კაი ყველაზე არა გაიცნოს. პედრი რო აღარ გყავს. ფაბიან რუისი უნდა იყიდოს. მე ფაბიან რუისი. არა, ფაბიან რუისი ისეთი. ჩემს ფაბიანთან? რაისი ძალიან პეტისი რამე. კაია. პედრის გაყიდვის შემთხვევაში რაისი კაი ვარიანტია, მაგრამ ბარელაც მომწონს რა, ბარელა კაი ბიჭია. ბარელა რა ღირდა 70? 70. ანუ -25-ში ვრჩები. ვა, დეკლანა რო გავყიდო. დრო იყიდო. რაისი დახატავდა ესე ბარსას. დახატავდა? აი ნუ პედრის მაგრად რა გითხრათ? FIFA-ს თუ თამაშობთ, მაშინ კი, მაგრამ ისე თუ ფეხბურთს უყურებთ, დეკლარაის ბარსელონაში არის აბსოლუტური. მოდი ბარელა იყოს რა. ბარელა 70. აი ითამაშებდა მე მჯერა და ძალიან კარგად ითამაშებდა. სულთან არის თამაშებდა. არა ხო, მაგრამ ამ სქემაში არ უხდება ნამდვილად. რაღაცა ვერ. -25-ში ხარ ტატო, -120 აქვს ტაფსონას და ანდროს აქვს 65 მილიონი პლუსში დიახ. და პლუსი გაქვს? 5 მილიონი. აუ, მაგას ვადებდი. მატჩდეის ტური წარმატებული გამოდგა. მადლობა. და მატჩდეის ტური მეგობრებო. -115. Spotify-ის მოწვევით კამპ-ნოუზე პრიმავერა ჩატარდა +20 მილიონი. აუ რა სამარცხვინო ისინი შემხვდა რა. რა თმინდა ეს ფული? კლუბ ჟოზე მოურინიოს თარჯმნობისას ანაზღაურება ჩარეცული არ ქონდა. -5 მილიონი ეს მინდა და კიდე ესეც შემა. ანუ ჟოზე მოურინიო ზაი ძვირი თარჯმანი ყოფილა. საკმაოდ, კი. ამ მომენტისთვის ტატო -30, ტაფსონა -15 და ანდრო 85 მილიონი. დიახ. ეხლა მეგობრებო მე თქვენ შემოგთავაზებთ ისე უნდა ვივაჭრო. შემოგთავაზებთ ჯერჯერობით მარცხენა ვინგერს. ხო. არა და უფრო საინტერესო იქნება მაგითაც. რაფინიას მართალია რიცი ო, რა. რავია. იმიტომ რომ ძვირი არის ეს ფეხბურთელი და ამიტომ შედარებით იაფი არის მარჯვენა მცველი. კუნდე ხო. 70 მილიონად ერი გარსია შეგიძლიათ ამოწიო. მე ვყიდი და ერი გარსია მომყავს მარჯვენა მცველად. პირდაპირ ამაშვილი. ფულს შოულობს. და მე ვყიდი ოჩ, და ეგ მეც ვყიდი კაცო. ამ დაფიქრდით ამიტომ. მე მიწევს გაყიდვა, იმიტომ რომ სამხრეთ ამერიკას ვეძებ. 70 მითხარი? ნიკოს კონდე? როგორ არ მეგონა რომ ეს სამხრეთ გინარი, ამერიკა ბიჭო, ამხელა? ანუ -50 მილი. არა. ვესნი უნდა -45 ხარ. -45 დამრჩა. ეს თუ არ გავყიდე, მე ყველა ვარიანტი რაფინიას გაყიდვა მიწევს, ხო? კი, -20-ში ხარ. შენ ხო მაგრამ შენ რაფინიას ვერ ყიდი. მე რაფინია შენს ყიდი რაფინიას, გიწევს რაფინიას მე გაყიდვა. ვყიდი რაფინიას. და ყვარას შეიძლება ყვარა იყოს, ხო? შეიძლება ყვარა იყოს. კი. მე ხო რა ვიცი. გამოვშვი. ერთი 1 გაგიხაში. 2 და მეც ყიდი კუნდეს. სამივე ყიდით კუნდეს. სამი ვიყიდით კუნდეს და გთხოვ რომ ვინ ბიჭო ვესლიზე უკეთესი ვინ არის? პირველი ვარიანტი არის ტიმბერი 80 მილიონი. აუ დიდი სიამოვნებით მაგრამ მომიხსენი რა ეს სამხრეთ ამერიკა გავაფუჭეთ გადაცემა ხა მაგაზე ამ აქ არის სამხრეთ აფერი არ გაფუჭებულა, აქ არის სამხრეთ ამერიკა და შეგიძლია დაიმატო ბოლოს. მოითმენი ანდრო უკაცრავად ვიღაც idioти მოითმენი გამოვიცოთ მოდი გამოვიცოთ მონტიელი მოლინას მოგითხროს ტიმბერი არავის არ გინდა დატარებთ. კი ბატონო. დუმფრისი 40 აუ მილიონი. და მესამე ვიღაც ენზელ დუმფრისი 40 მილიონად და შენთან მონაკოს ვანდერსონი ვაუ ძალიან კაი ვარიანტი არის რამდენად 20 მილიონად. ძალიან კაი და ობიექტივი პროცესზე ტრავმატულია თორე ბარსაში ისედაც უნდათ ძალიან მაგარი არის ანუ ძალიან ბევრი ტრავმა აქვს თორე არა მართლა კაი მართლა кай ფეხბურთელი მეც ნახე ძალიან კაი ფეხბურთელი და დაგვრჩა ტატო 0-ზე ხარ ზუსტად. აუ ნიკა გავერთობი და რაფინე გამაკიდინე აუ რა ვაკეთო არა. ნო. რა ვაკე ნო. შენ რამდენი ხარ გენაცვალე? -45 -45. ძალიან კაი. გამოვშვი შემდეგი. რა ხარი ამას შეიძლება ვიცი რაფინიას არ ყავს შემცველი სამხრეთ ამერიკა გაატარე ყველა სამხრეთ ამერიკელი და რა ვანდერსონი ხო იყიდა? 5 იყო. ხო დასე. კაი რა რაფინია 100 მილიონად, რამდენად? 100 მილიონად. ცოტა დავყიდე 100 მილიონად. მეც ყიდი. თქვენ რამდენი გაქვთ ფული გენაცვალე? 55 მილიონი 55. მე მაქვს 100, ხო? კი. პირველი ვარიანტი შენი პირველი ვარიანტი ვინ არის? 100 მილიონად ხვიჩა. დავაი. ტატოს არ უნდა? მე მინდა მაგრამ ამას ჩემ ფეხები არაფერი არ გამოუვა. ვეღარ ვყიდულობ ხო ვერა მე ზუსტად გამოგივიდა. ხუ რა კაი გუნდი გავაკეთე ბიჭო. შენ გაკ 55 მილიონი? კი. რა თქმა უნდა მეორე ვარიანტი ნიკო ვილიამსი არ მოგდის 70 ღირს. ძალიან კაი. კინსლი კომანი შეგიძლია 20 მილიონად ან რაშფორდი ამოწიო. რაშფორდს ამოწევს ხო, მეც რაშფორდს ამოვწევდი შენ ადგილას.
ფულის დაგჭა რა გინდა? ფული დაგჭება. და საწავი იყო შეჭემა ეს ბოლო. ბარსელონას მიდგომა მოიცე. გაცემის მერე რა გინახდებენ? მოიცე კომანსა და რაშფორს. 45 მილიონი ხო გჭება 55 ლარს მოგცემენ გაცემ. 5 ლარი და 50. ომანი ალნასრიდან უნდა მოიყვანო, ხო? რა შეიძლება აქ საიდან მოკავს შე? აი ხო შეიძლება ვიყიდო და სკამზე დავსვა კომანი რა, ეგდოს მაინც. არა. არ შეიძლება? რა შეიძლება? ყიდულობ ძირითადში შენ მყავს. ძირითადში ჩაგიჯდება, მაგრამ მე რას ეგრე არა ხო. მაშინ რაშფორდი. ძირითადში არ მინდა. რაშფორდი კარგად თამაშობს. რაშფორდი. სატერგოს გამიგზა და გაზარდოს. ფული მაინც ხო რა, იყოს ეგდოს არ შეიძლება. რაშფორდი მინდა ძირითადში. შეჭი ამას. ე ბატონო. ყველამ შეასრულეთ, ხო? შენ ორი სამხრეთ. მე შევასრულე და ფული დამრჩა. შენს ყავს. დავიწყოთ. ტატო, შენი გუნდი წარადგინე თუ შეიძლება. მანამდე ვიტყვი რომ 55 მილიონი დარჩა ტაფსონას, 135 მილიონი დარჩა ანდროს. იმიტომ რომ არ გაყიდა ფეხბურთელები, რომ სამხრეთ ამერიკელები მოიყვანა. მაგალითად ბრუნო გიმარაიში მოიყვანა, მაგალითად ნიკო პასი მოიყვანა. არ არის ეგენი, არ არიან რთული სამხრეთ ამერიკელებად. რთული სამხრეთ ამერიკელებად რა კაი კითხვა არის? ხულიან ალვარესზე უარი თქვა. წავაკითხოთ, ბატონო ვახტანგს წავაკითხოთ ესე. აი ამ თვითკმაყოფილი გამომეტყველებით რომ უნდა თავისი გუნდის საკითხო მაინტერესებს ვინ შეკრა. წავედით? მიდი. მე მგონი სამივეს გუნდი უკეთესი ბარსელონა არის. მე მგონი ჩემი გუნდი ყველაზე კაი ამ სამიდან. ჟოან გარსია კარში. ტეტრი გაყიდა. ანუ ჟოან გარსია. იამალი. მოიცერცემ. იამალი არ გამიყიდა. იამალი არ გამიყიდა. ჟოან გარსია ჩემი ნებით დავიტოვე, იმიტომ რომ ძალიან კარგი და პერსპექტიული მეკარეა და ჩემი აზრით ტოპ 3-ში შევა ძალიან მალე. თუ ესე გააქცევა. დენზელ დუმფრისი მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ჩემი მოგზაურებული მოსაზრებით ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი ულაპარაკო და კუნდესთან შედარებით, კუნდე კაი ფეხბურთელია, მაგრამ დუმფრისი როგორც მარჯვენა მცველი უკეთესია, როგორც მარჯვენა მცველი, თუმცა სამწველიან სკემაში კი ბატონო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ერი გარსია გაცილებით კარგია ამ სეზონში, ვიდრე დენზელ დუმფრისი. ანუ ეხა ეს უკვე ეს გადადის ბოდვაში. სულ ბოდვაში. ჩვენ ნახავთ ბოდვაში გადავალთ თუ არა, როცა ის აიგებს თავის. ვიდრე დუმფრისიო, თან როცა ერი გარსია ძირითადად თამაშობს მაინც ნახევარდაცვაში. სხვა პოზიციაზე. კრისტენსენი, რომელიც ძალიან მიტყდება რომ არ თამაშობს ესე ხშირად. მოგეთ მიუყვები ახლა დასახასიათების გარეშე რომ შემადგენლობის ის არ დაიკარგოს რა. ჟოან გარსია კარში, დენზელ დუმფრისი მარჯვნივ, კრისტენსენი და კუბარსი ცენტრში და ბალდე მარცხნივ, ნახევარდაცვის ცენტრში ფრენკი დეიონგი და ბარელა, მარჯვენა შემტევი ლამინი ამალი, ცენტრში კოულ პალმერი, მარცხნივ ხვიჩა კვარაცხელია და ცენტრალურადი ერლინ ჰოლანდი. მარტივად ვუგებ ჩემი ასეთ. აი რანაირად. ამ გუნდს მარტივად ვუგებ. რა? ალბერი კვარა და ძალიან კაი ბარსა არის. ძალიან კაი ბარსა. ძალიან კაი. ალბერი კვარა. მადლობა თვითონ დეკლან რაისი არ ვიყიდე. აი ეს ძალიან კაი ბარსა. მე თითქმის ჩემი საოცნებო. რა გინდა თო პალმერი ბარსაში ატო ვერ ჩაჯებოდა, ამ კვარა ატო ვერ ჩაჯებოდა ბარსაში. ბიჭო ხო, მაგრამ ექსამეული ბარსაში რა? რავი, წარმოგიდგენთ. დეკლან რაისი აკლია. დეკლან რაისი გაკლია. იმას ხوار მეტყვი რომ პალმერი კვარა და ჰოლანდი ცუდი ფეხბურთელები არიან. აწვევიან იმას რომ სტილისტურად არ შეძებიან ბარსაში. რაც არის აბსოლუტური სისულელე. აბსოლუტური სისულელე. ო პალმერი და კვარა იდეალურად ჩაჯდებოდნენ. რა უაზრო ტრეშტოკია გიმას. გამარცხებას ვერ აღიარებ. ერლინგ ჰოლანდი არის ფეხბურთელი, რომელიც ვისურვებდი რომ ბარსაში იყოს დღემდე მოვაწე, ეხლა მოვაწერდი. ხელს როგორ ბარსაში გამოვიდა. რა თქმა უნდა. ეხლავე. მეც რაღაცებს მოვაწერ ხელს თუ შეიძლება. დიდად არ განსხვავდება ჩემი მეკარე დაცვის ხაზი ამის მეკარე დაცვის ხაზი. ეს ხაზი მთლიან შეინარჩუნე. ჟოან გარსია, ბალდე, კრისტენსენი, კუბარსი და ერი გარსია მყავს. მე არ ხუმრობ ოღონდ ერი გარსია, გულწრფელად თვითონ შეიძლება რაღაცებს ახლა გავუკვირდეთ და გამოვანძღოთ და შემდეგ, მაგრამ ამ სეზონში მგონია რომ ბარსას ტოპ 3 ფეხბურთელია და 4 წელი. რა, უეჭველი არის. ამ სეზონში. უეჭველი არის. სამიო. ტოპ 3 უეჭველი არის. სან ამ სეზონში ერთი წამს არ ველო. აუ, ეხა ბოლოს უნდა თუ ასვლა და შემოხაზებ ნომერი 15. მოიცა. და თან ბოლოს დაბატაძე. თქვენი ხმა საკრებულოში. 4 წელიან სქემაში, ჩემი აზრით, დენზელ დუმფრიზე კარგი იქნება ბარსელონაში. ტოპ 3 ფეხბურთელი. ჩამოთვალე რა კითხო ბარსას. აუ, ეგ სასაცილო რა, აი ტვიტერზე შევიდეთ ხა. ლევანდოვსკი და ერი გარსია ან ბატონის პედრი ერი იამალი ერი გარსია და მართლა მართლა გეუბნები პედრი ერი გარსია და იამალი არიან სამი გაზი არ ხომ ბიჭო ეცინებათ ეხა ანუ დღეს სახლეს არ გამოვიდოდი ნახე ბარსელონას 9 ფორუმზე 9 გამოკითხა და ყველგან ტოპ 3-ში არის მთელი ტვიტერი მაგით არის აჭრელებული და ამათ ეცინებათ ანუ რა წასია კარგად თამაშობთ რა გეუბნები ნორმალური ფეხბურთელი არ ტოპ 3-ში არის, იმიტომ რომ ეგეთი უნივერსალი ბარსას არ ყავს არა. ოპერატორის რომელზე ყავს? კაი, მომისმინე. ტოპ 3-ში სიატო არის ვიღაცის აზრით. იმიტომ რომ ძალიან სტაბილურია. არა. უკვე ეს კარგია რომ თამაშე ისე დაბლა აქ რომ საკუთარ კარში არიტანს. არა, გაგიდი ზაკაი სეზონი. ხო და მაგას გეუბნები, თამაშე ეგ ზანკაი სეზონი რატო არის იცი მე? რომ თამაშე იმდა დაბალზე რომ ამის ზანკაი. შეჭება ფრენკი და იონგი ამბობს ძირითადად ბოლოს ამ თამაში, ანუ დადგა იქ ნახევარდაცვაში სიგიჟია ზმა. ტოპ 3. მე ვერაფერს ვერ. სასწაულად ითამაშა მართლა, ანუ ერიგასიას დამცველი არ ვარ, მართლა.
რონალდო ყოფილი. რატო ბიჭო სამლები გამოუწევენ. ეზელ დუფრის მირჩევნია. შემდეგი ნახევარდაცვა. ბრუნო გიმარაესი პედრი. ბრუნო გიმარაიში აი ბარსა ანუ მე ყარაზე და ჰოლანდზე ჰოლანდ პალმერზე და ბრუნო გიმარაიშიო თო ბრუნო გიმარაიში. თან უფრო ახალგაზრდაა. ბრუნო გიმარაიში. იგივე ასაკია. ბრუნო გიმარაიში ბარსელონას უნდა. და ვერ იყიდის ალბათ, იმიტომ რომ ფული არა. ბარსელონას უნდა ბრუნო ბარსელონას კოუტინიო და დემბელე ყავს ნაყიდი. ბრუნო გიმარაიში და პედრი ნახევარდაცვაში. მარცხენა კარემარბი არის მარკუს რაშფორდი. ეს ხმამაღლა? მარკუს რაშფორდი, რომელსაც ციფრები ძალიან კაი სეზონი. ნუ ყარა ყავს სტატუსს და მე რაფინია. 10-იანზე თამაშობს რაიან შერკი. რომელიც იმათი ისა ბრალია 60 მილიონი ჩერკის. მარჯვენა ფლანგზე თამაშობს ლამინ იამალი. ჩემთანაც. და ცხრიანად ყავს ხულიან ალვარესი. ანუ მე ამ ბარსელონას ხელს მოვაწერ, არ მაგ კაცო არ ხუმრობ. მე შეიძლება წავაგო ამ გუნდთან, რაზეა საუბარი, ვაღიარებ. მაგრამ ერი გარსიაზე ისევ იმავე პოზიციაზე ვარ. შეიძლება დადოს უკეთესი გუნდი ყავს, კაცო ბაზარი არ არის. მაგრამ აი ამ ბარსელონაზე წავაგებ კაცო, მაგრამ ხელს ვაწერ აი ამ ბარსელონას, აი ახლავე ხელს ვაწერ. მე მაწყობს ეს გუნდი. კინგს კომაიტას გამზად. აი გუნდები. იმიტომ რომ 20 მილიონად მოვიყვანე საუდის არაბეთით. მე შესაძლოა. სასწაული გუნდია შიში. ანდრო რაშფორდი არ მომწონს თვითონ. ბიჭო, რაშფორდი. მასტერ კლასი გუნდის არგე. რაღაცა დეგენერატი. არა, მე დღეს ცოტა მოგზალებული ვარ, მაგრამ დიეგო კოშტა ამ ეტაპზე უკეთესი ბეკარა ვიდრე ჟოა გარსია. ბაზარი არ არის. მარცხენა მცველად გრიმალდო, ბარსას გაზრდილი და ჯარიმების კაი შემსრულებელი, დაცვაში სალიბა და გვარდიოლი უნდა ყოლოდა და აი ამან მომატყუა ხალხო, რომ ის ფული დამაზოგინა, რომელიც რა ჩემ ფეხებად მინდოდა კაცმა არ იცის, თორე გვარდიოლი წარმოიდგინეთ ისე მარშლოტერბეკი მყავს. ვანდერსონი. გვარდიოლის სალიბა ძალიან სოლიდური. სოლტერბეკის სალიბაც არ არის, ცუდი თქვი. სიგიჟე არის. შოლტენბერგის ალიბაც არაა ცუდი. არა, ძალიან კარგად შეეწყობიან ერთმანეთს და ჩემს დაცვა ყველაზე კაი მყავს. კი, შემეზე დაცვა ანდროს ყველაზე კარგი. დაცვა აპგრეიდი არის მართლა რა. და ვანდერსონი მყავს, რომელიც მართლა კაი ფეხბურთელი როცა დიან ნახე ხა შოლტენბერგი ყავს და კუმბარსის ნასვად ყავს შოლტენბერგი. ფლად აპგრეიდს ვერ დავარქვენ. ხო, იოშკო რო ხო, იოშკო სალიბა იქნება. კი ბატონო, იოშკო რო ყოფილიყო, კუმბარსი ხელშეუხებელია ჩემ. ამით შემოიფარგლები დაცვის ხალხს. ამ ბარსელონაში ხელშეუხებელი ტურნია. აი სამი ტიპი რო იყო, იამალი, პედრო და კუმბარსია რა ჩემ. ლოგიკურია, ალბათ ყველა ბარსელონას კომაგის შეცამი უნდა. დეიოგი პედრის დუეტი, ფერმინი, იამალი, რაფინია, ვისაც უყურებთ ეგენი მყავს და ჟორჟი დავამატერა. რა უქნა ბიჭო, ანუ ძალიან არ შეცვალე რეალურად. მე შენი გუნდი უფრო მომწონს ვიდრე ამის ის იმას. სიმართლე რო გითხრა. ამიჯი გუნდი არის. დაცვა და აპგრეიდი. რაგი გარსია. შენი გუნდი როგორი გუნდი არის? აი, ტრამვირებულები რო არიან ვიღაცები და ბარსა ბეშიო ცოტა ხანი ათამაშე მეხოლმე. მესამე დივიზიონში ეგ გუნდი ყავს ფაქტობრივად. აი, იამალი ტრავმა მიიღო და ცოტა ხანი ყველაზე გუნდი ათამაშეს. მე მყავს ბარსელონა. ჟორჟი გაუტაძე ყავს კიდე რომელიც მე ეხლა რომ ვიტყოდი ჟორჟი ბარსაში გადავიდესო, ეხლა თანახმოვიდე. მე მყავს ყველაზე ცუდი გუნდი. მართლა. ალვარესი, იამალი, შერკისთან ერთად მე მართლა მგონია რომ ყველაზე ცუდი გუნდი მყავს. გულწრფელად მგონია. მოიჩველი წავა. ანუ მართლა ყველაზე ცუდი. ესენი ვინ არიან? ამათ ვეაცო ათამაშებდი. ბრუნო გიმარაისი, ანუ არარაობა არის, ხო ფეხბურთელი არის. საზღარი გუნდი ყავს მართლა. საზარელი. ატოს ყავს საუკეთესო გუნდი. ოღონდ ბარსელონა არა, ეს არის ჩელსი. ხო. ჩელსი ატოა შეჭო ერთი კაცი ყავს ჩელსიდან. მე ნახეთან მე ანუ ბარელა ვიყიდე სპეციალურად მაგის გამო რომ სტილში მე ბარსელონას მე შევინარჩუნე. ალვარესი მოვიყვანე და არა ჰოლანდი და აკუდებით რომ ბარსელონას დაენები. ალვარესი მოვიყვანე და არა ჰოლანდიო შეჭება 270 მილიონი მაყიდინა ბიჭო სადამ მოვიყვანე. ეგ იმიტომ რომ არ უნდა ჰოლანდი არა ჰოლანდი არ უნდა. სახლი გაყიდა შეჭება. ჰოლანდი ეყიდა თო. ფული დავახარჯინე და მოვიყვანეთ ბარსელონას დაენები ფეხბურთელი. რა ხარჯინე. პედრი ალვარესის ლინკაპი ეს წარმოიდგინე. არის ბარსას დნმ-იც. ყველა ფეხბურთელი ბარსასთვის. ჰოლანდი არის უნივერსალური დნმ-ია ჰოლანდი. ჰოლანდი სადაც გინდა იმ გუნდში ჩავსვი ყველგან ჰოლანდი. FIFA გავაკეთოთ ბიჭო, ტიპი თამაშობს მანჩესტერ სიტიში შეჭემა. მანჩესტერ სიტიში, რომელიც ბარსელონასთან რამე თუ არის მიახლოებული მსოფლიოში დედამიწაზე არის მანჩესტერ სიტი, იმიტომ გვარდიოლა ცნელი. იქ თამაშობს ტიპი და 300,000 გოლს იტანს და ამ ბარსელონაში რატო ვერ გაიტანდა შეჭემა. ხეტაფესთან დაიმარცხა. მარკუს რაშფორდი არ მოგწონთ რომ რამე ალვარესი მარცხენა ვინგერადაც დამიდგება. ასე რომ სერჯი ფერატორესი დგას. FIFA-ში. აუ გავჩა. რადგეს კაცო რაშფორდი მაგარი გაწირული იყო. კომანდის ვარიანტს განიხილავს, რომ კომანდი ხო არ ვათამაშო და აი ეს გაუჭება რაშფორდი. რაშფორდი დაიმტრო FIFA-ში ავაწყოთ ეს გუნდები და ვათამაშოთ. არა ყავს ბიჭო კიდე. ფიფაში ანდრო FIFA-ში უნდა ავაწყოთ ეს გუნდები. მეთან ყვარა ხო ტიპი, ყვარა ხო პახოდო. FIFA-ში. იღბლიანი ფეხბურთელიც არის რა. სადაც გადადის ჩემპიონი იგებს. შესაბამისად, აქაც გადმოვა ლა ლიგასაც მოვიგებთ, ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებთ კიდევ ერთხელ. პლუს კოლ პალმერი არის ტიპი, რომელიც ჯერ კიდე არ გახსნილა ბოლოს. ანა ახალგაზრდა გუნდს. ო, რა თქმა უნდა. და ჰოლანდი მყავს ბიჭო, ჰოლანდი ეს ლა ლიგაში, ეს ტიპი ლა ლიგაში გაიტანს 50 გოლში. აფუს მერე ყველაზე დიდი მარჯვენაშელი ანუ სხვებზე შენი ავეში მიგეთ მარჯვენაშელი შენი ხულიან ალვარესი, რომელიც გაიბიჭია ძალიან.
შენი ხულიან ალვარესი ეხლა თამაშობს ლა ლიგაში. კი, მართალი ატლეტიკოში, მაგრამ თამაშობს ლა ლიგაში და 8 გოლს ძლივს იტანს შეჩემა და ეს კაცი ჰოლანდი აქ რო პრემიერ არა 8 გოლს გიჟი ხო არ არის 80 თამაში 70 გოლი მოქმედება პასებს აკეთებს შეჩემა ნახევარზე მეც და ყველა მეც თავდასხმელია ვაფასებთ გოლებით ახლა თავდასხმელებს საგოლე პასი რამდენი აქვს და ისე რა ქვია ვის რამდენი გავიგე მაგრამ რაღაცა სამაგერო ცხენა გარემარბარას თამაშობს ერთი ფეხბურთელი ცხენას და ყველაფერს აკეთებს რა კაი მაგიტო გაქვს 8 გოლი და ალვარეს როგორ მიგინებს ჰოლანდი გაიტანს 60 გოლს ლა ლიგაში ატოლა ნიკოლო მაკიაველი გამარჯვების გამო არგენტინელებსაც ციხლი ჩააჭირა ეგეთი არაფერი გამიგა გადაუარე გასვადარებ არგენტინელი ვადარებ ჰოლანდი ლა ლიგაში გაიტანს 40+ გოლს სავარაუდოდ ერთ კითხვას დავსვავ რა ერთადერთი ფეხბურთელი ვინც გონია და მე რედას ვკითხო ვინც გონია რომ გარანტირებულად სადაც არ უნდა გავიდეს გაამართლებს ელენ ჰოლანდი ელენ ჰოლანდი არის ერთადერთი ფეხბურთელია იჯი არ ვარ რო ეგ არ რა ჩემპიონატში არ უნდა ბაპე ჩასვა რა უნდა ეგრე არის რა თქმა უნდა ბაპეზე ჰოლანდი უფრო პირველია ჩემთვის ის ვა არა ნუ ბაპეც ეგეთია ხო მაგრამ ჰოლანდი უფრო აი გარწმუნებული რომ იმ გოლებს გაიტანს რა თქვენი ეს ხალხს უფრო მიმართავ რა ვინ იმსახურებდა ოქროს ბურთს 2025 წელს ბარსას ფანები ხო უყურებთ ამ გადაცემას თქვენ ეს ვინ იმსახურებდა ოქროს ბურთს და ვინ შეინარჩუნა ეს კაცი იამალი და რაფინია არ დაგვეჩაგრა მაგრამ რაფინია დაგვეჩაგრა მაგრამ ოქროს ბურთს იამალი უფრო იმსახურებდა ჩემი აზრით რატო ნუ შე რატო იმიტომ რატო იმიტომ რომ უფრო იმსახურებდა უფრო კარგი იყო უფრო იმსახურებდა იმან მოიგო არა ეგ ხო რატო იმსახურებდა არა დემბელეს ვერ იტყოდა არ იმსახურებდა რა ვიცი გითხი აგერ იმსახურებდა მეც იამალი იმიტომ იმსახურებდა რომ ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო რა ჰაიპი შენ არ და ჰაიპი ვისაც აქ იცი შენ ეხლა და სიგიჟებს თუ აპარაკობ იამალს რატო და ჰაიპი რაფინიას ქონდა კაი სტატუსი იამალს აჯადებას უნდა ჰაიპი მართლა ძალიან შთამბეჭდავი იყო და კარგი იყო ძალიან მაგრამ იამალს ქონდა უფრო შთამბეჭდავი სეზონი რა აი რაღაცა მაგრამ რაფინიას ეს არგუმენტები პირველი ტურიდან ბოლო ტურამდე იყო რა პირველიდან ბოლომდე იყო ბომბარდიერი რობოტი იყო ანუ იამალს ქონდა 5 საგოლე მოქმედება ქონდა მგონი პირველ წრეში რა ვიცი რაფინიას ჩავარდნა ქონდა ბოლოს ქონდა რაფინიას ჩავარდნა არა სასწაულია ინტერსაც კი გადამწყვეტ გოლს უტანდა რაფინიას მივცემდი ჩემს რაფინიას უკეთესი სეზონი რაფინია მარტო მე შევინარჩუნე ამაზე იფიქრეთ მეგობრებო და კომენტარებში დაწერეთ ვის და ეხლა ჩაგაჭერი პატრიოტიზმზე შენ რაფინია მე არ ამყავს და მე ბიკაუტაძე მყავს ვინ ნაკლები არა რაფინიას თუ ადარებთ ეხლა მარცხენა ფლანგს თუ ადარებთ ყო არ ამყავს ფადლობელი მე ქართველი არავინ არა რაშუაში იყო რაფინიაზე ბაზრობ არ ქართველი პატრიოტობაზე ამას მივაწ არა მაგას კი არ გულისხმობ პატრიოტობა რა სიზამთრე არ მოყვანა მესამე არა მამა